ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა ლეიბორისტების ლიდერმა შალონ ათელაშვილმა. ბოლო შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ტედ კრუზის მრჩეველთან ეროვნული საფრთხეების საკითხებში სამანტა ლევისთან გამართა. მანამდე საქართველოს პირველი ლეიბორისტი შეხვდა კონგრესმენებს რასელს, კარსონსა და ვუდელს. შალონ ათელაშვილის თქმით, საუბრის მთავარი თემა საქართველოში არსებული ვითარება და მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების აუცილებლობა იყო. ჩვენი ქვეყნისთვის ვფიქრობ, ისტორიული იქნება აღნიშნული ვიზიტი, რადგან კონგრესში იწყება საქართველოში საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე მოთხოვნის შესაბამისი რეზოლუციის ინიციირება. თუ რეჟიმის მეთაური ივანიშვილი არ წავა დემოკრატიულ საარჩევნო რეფორმებზე, თანაც უახლოეს დროში, მისი მილიარდიანი ანაბრები ევროპისა და ამერიკის ბანკებში გაიყინება.